რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რობიზო ლომიძე საკუთარი ოლქის ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრაზე რობიზო ლომიძემ ადგილობრივებისაგან მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები მოისმინა. მაჟორიტარმა მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოლქში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე, როგორც რობიზო ლომიძემ განმარტა. კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლების ძირითადი პრობლემა შიდა კვარტალური გზის რეაბილიტაცია, სახურავების მოწესრიგება და შიდა კომუნიკაციების მოწყობა. დეპუტატის თქმით, ის საკუთარ გუნდთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ მოსახლეობას აღნიშნული საკითხები დროულად მოუგვარდეს. ძველ რუსთავს პრობლემები ბევრი აქვს, იმიტომ აქ არის პატარ-პატარა 2 სართულიანი, 3 სართულიანი სახლები და უკვე ამორტიზებულია თითქმის პადლებში წყალი, კანალიზაციის პრობლემა. შეძლებს და გვარად ამ საკითხებს ჩვენ მივიტანთ ქალაქის ხელისუფლებასთან და კონტროლზე გვექნება და ვეცდებით რომ გამოვასწოროთ. შევხვდით გაგვესაუბრა ხალხს, ვისაუბრეთ გადახურვაზე, ჩვენი ვინა გადახურული, ჩვენი 2 ნომერია. მეტი რა ასფალტი გვინდა სათამაშო ბავშვების ისა ატრაქციონი მაგას გვეუნებიან და გააკეთებენ.